ნომერი 16. ერთმანეთის პარალელური 2a და b წრფეს კვეთს 2c და d წრფე, ისე როგორც ეს ნახაზია გამოსახული. ამ წრფეებით შედგენილი ზოგიერთი კუთხე ნახაზზეა ალფა, ბეტა, გამა და დელტა ასოებითაა აღნიშნული. მათ შესახებ განვიხილოთ ორი პირობა. ალფას პლუს ბეტა არის 135, ალფას პლუს გამა არის 135 გრადუსი. იმისთვის, რომ დავადგინოთ დელტა კუთხის გრადუსული ზომა, რომელი პირობაა საკმარისი. მოდი ჯერ დავაკვირდეთ მარტო მეორე პირობას. ვიცით, რომ ალფას პლუს გამა არის 135 გრადუსი. გამა არის ეს, ალფა არის ეს. გავიხსენოთ პირობა, რომ b და a წრფეები პარალელურია, შესაბამისად, ალფას ტოლი კუთხე გამოდის აქ ზემოთ აი ეს კუთხე. რადგან ეს წრფეები პარალელურია და პარალელურ წრფეებში შიგა ჯვარედინა კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ესეც არის ალფას ტოლი. რადგან ამ ორი კუთხის ჯამი ვიცით, დავაკვირდეთ სამ კუთხეც. სამ კუთხეში შიდა კუთხეების ჯამი უნდა იყოს 180. ამ ორი კუთხის ჯამი ვიცით, რომ არის 135. შესადამე დელტა გამოდის 180 მინუს 135. მარტო მეორე პირობის თანახმად და გამოდის 45 გრადუსი. ანუ მარტო მეორე პირობა საკმარისია. დავივიწყოთ ახლა ეს მარტო მეორე პირობა და დავაკვირდეთ პირველ პირობას. ვიცით ისევ, რომ შიგა ჯვარედინე კუთხეები ტოლი არის. ვიცით, რომ ბეტას დამატებული გამა კუთხე არის 180 გრადუსი, რადგან არის გაშლილი კუთხე. აქედან ბეტა რო განსაზღვროთ, ბეტა არის 180 მინუს გამა. აგრეთვე ვიცით, რომ პირველ პირობიდან არის ალფას პლუს ბეტა 135 გრადუსია. ბეტას მაგივრად ჩავსვათ ჩვენ 180 მინუს გამა. მივიღებთ, რომ ალფას პლუს 180 მინუს გამა არის 135 გრადუსი. აქედან 180 მეორე მხარეს რო გადავიტანოთ, მივიღებთ ალფას მინუს გამა უდრის 135 მინუს 180. ვიცით ამ ორი კუთხის სხვაობა. ამ ორი კუთხის სხვაობით ვერანაირად ვერ გავიგებთ მესამე კუთხე რისი ტოლია. ხოლო ვიცით, რომ ერთი კუთხე მეორე კუთხეზე არის, ეს არის 45 გრადუსი, ხო, მინუს 45. 45 გრადუსით მეტი. მარტო პირველი პირობა საკმარისი არ არის. ანუ პასუხი იქნება b. საკმარისია მეორე პირობა, ხოლო პირველი პირობა საკმარისი არ არის. მეორე პირობა საკმარისი იმიტომ არის, რომ ვიცით ალფას პლუს გამა, ალფა ამ სამ კუთხეში აი ამ კუთხის ტოლი გამოდის, ამ ორი კუთხის ჯამი თუ ვიცი, მესამე კუთხეც მეწოდინება, იმიტომ რომ სამ კუთხეში შიდა კუთხეების ჯამი 180-ია.